რომელი ოპოზიციური პარტიები არ ამბობენ უარს სახელმწიფო დაფინანსებაზე, მიუხედავად პროტესტისა, ცესკოში წლიურ დაფინანსებაზე უარის განაცხადი მხოლოდ კოალიციამ ცვლილებებისთვის წარადგინა. შესაბამისად, გვარამია მელია გირჩი დროა წლიურად მიინჭებულ 1.645.000 ლარზე მეც ვერ მიიღებენ და თანხა ბიუჯეტში დარჩება. კანონმდებლობის თანახმად 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა 7 პოლიტიკურმა გაერთიანება. ერთს უარი აქვს ნათქვამი, ახლა უკვე დაფინანსებას მიიღებს 6 პარტია. ესენია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გახარია საქართველოსთვის, ლელო საქართველოსთვის, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი და ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი. შეგახსენებთ, დაფინანსებისთვის მინიმალური ზღვარი არის 1%. დეკემბერს დასრულდა ცესკოსთვის მომართვის ვადა იმ პოლიტიკური გაერთიანებებისთვის, რომლებსაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე წარმოეშვათ დაფინანსების მიღების უფლება და სურდათ, რომ უარი განეცხადებინათ ამგვარი დაფინანსების მიღებაზე. წარმოდგენილი იყო სულ ერთი განცხადება, ერთი პოლიტიკური გაერთიანების მიერ, ეს არის კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია გირჩი დროა, შესაბამისად 7 პოლიტიკური გაერთიანებიდან, რომელსაც წარმოეშვათ დაფინანსების მიღების უფლება, საბოლოოდ დაფინანსებას მიიღებს 6 პოლიტიკური გაერთიანება.